აი იმერეთის გზას მივუყვებით, აქ როგორი კაცი მიყოლება. მივუყვებით იმერეთის გზას. ჟურნალისტი. შამანაზე. თავისი პროფესიონალობით ისი დღე წარმატებული ნაბიჯებით წინ მიიწევს. მოგესალმებით, ისევ და ისევ ტრადიციულად იმერეთიდან რეგიონალური ჟურნალისტი. და იცით რა მოგიტანეთ? სიუჟეტი, რომელიც თქვენთვის ინკოგნიტოს უფროს თაობას აქვს გაკეთებული. ჩემი პირველი კურსის ნორჩი ჟურნალისტები. არ ვიცი, რამდენად მოიწონეთ მათ მსახიობურ ოსტატობას, თუნდაც იმ იდეას, რაც მათმა მოიფიქრეს, თხოვთ ბავშვებო სცენაზე მოგძანდით. გელოდებით და ნახოთ როგორი და რამდენად საინტერესო მიმოწვა გააკეთეს ჩვენმა ბავშვებმა. მოდით ბავშვებო, სოფლის ყველა ქვეყნიდან მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საოცარი კოსტუმირებით და განსაკუთრებული ტექსტით გამოდეთებინა ყველაფერი. ნახოთ როგორი გამოდიო ბავშვებო. ჩვენთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღოთ და 76 წლის იუბილე მივუღოთ ბატონ მგზარუხაძეს. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვას მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურდათ, რომ ეს მნიშვნელოვანი საღამო თავად მიიღოთ ბატონი ნუგზარისთვის და მათი სიყვარული და კეთილის სურვილები გაეშველებინათ. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის ეს შესაძლებლობა მიგვეცა. ჩემ სიტყვას დიდხანს არ გავაგრძელებ და სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომელიც მათყობინებენ, რომ უკვე ხაზია და მინდა გითხრათ, რომ ის ინდოეთიდან გვერდება და მოუთმევად ელოდება თავისი სურვილების და კეთილი დამოკიდებულების გაშერებას ჩვენი უღილარისადმი. მას ასე, ჩართვა ინდოეთიდან. ჰალო თუანუგზა, ჩემი კიტავარდი, მოგილოცე დაბადება, იმაბლეს ასწავლე ინკოგნიტოში. ისურვე სიცოცხლე და მანანდა. და მანანდა, სენი გულის მარტი არის. სალამ, თქვენ იცით მე ირანი არის. ძალიან ბედნიერი და ამაքի არის, რომ დგეს თქვენთან არის. თეიედეთ მობალაკ, მოუსურვებ ყველაფერი კარგი. მერსი ინქოლოგი, თორემ მომცა უფება, რომ მოულოცა შენი დაბადება. კიდე ბევრი ბავშვი გაიზარდო და უნდა რომ უთხრა, რომ მე კიდე უფრო ყველა უყვარს. მერსი. Привет! Დღეს მე როგორც უკრაინას წარმომადგენელი მოვედი ეს ღონისძიება, იმიტომ რომ მოგილოცოთ თქვენ ეს დღე. პირველი რიგში ვილოცავ ბატონი მგზარიშვილი 6 წელი იუბილეს. ნამდვილად შასლივი კაცი ხარ. საგამო მოთხოვა ინკოგნიტო, რომ ეს დღეს 1-5 წელი გახდა. სწორედ ეს ოსობლივი დღე გილოცავ უკრაინას სახელით, ოკუპაჩენია. მე თურქე, მოვედი საქართველოს პირველად და უნდა გითხრა, რომ მოგიბლული ვარ. ქერჯი, ხაჩაპური, კინკარი. ჩო გუზელ. დღე მეორე მაისი, ნუგზარუხაძის ელდი არ იუბილე. გაუხაროს გული, მიალოცოს რომ კარგი კორესპონდენტია და ჰარიკა ვაცლიკაცია. ოյон სევიორუმბაი ნუგზარუხაძე, გულე, როგორც ქართველები იტყვიან, ნაქვამდის. ინკოგნიტო ძალიან კარგი შეკვათ, ой, მაგალითია ტელევიზია. ამის ოჯახის ნაწილია ნუგზარუხაძე და დღეს მისი დაბადება. ის ხდება 76 წლის. ისეთი კარგი კაცი, ამდენი ქალაქი მოიგარა თავი, იმითომ მიულოცოს დაბადება. ის პოლონეთში ყველას უყვარს. მე ბედნიერი ვარ, ქედან ქალბატონ ინკა გრიგორიას, ფილმი მაია ასათიანი, გივი ძაძანიძე, ყველანი ძალიან მიყვარს კაცი. გრატულაციას პალუგზარ. ისურვებ ყველაფრის ასრულებას, ძალიან მიყვარს კაცი.
ცელი. Gratulacje z okazji urodzin. Do widzenia. მე ჩემი გერმანია ასე უნდა წარმოვადგინო. ჰაითა ბატონ მუგზარ უქაჯის დაბადება. მინდა გისურვოთ ისეთივე წარმატებული ცხოვრება, როგორიც აქამდე იცხოვრეთ. გისურვოთ ყველაფერს კარგად. მაქვამდის. ოპციონი. ცუდაცია ჩამოსული აქ იტალიიდან მე. და ცადორ როცა ქართულის დაბადება, ორი ქართველის დაბადება. ჩვენ იტალიელები გინდა მივულოთ და ვუსურო ის ყველაფერი რაც უნდა. კონგრატულაციონი. ეკლარი არის კომბოი. Hola, გამარჯობა. ეს არის მუგზარ უქაჯის კუმპლეანიოს. მე კომბოი ვარ. ის თელ ესპანეთს ეცნობიერება და უყვარს ის მინდა მიულოცო 7 და სიესწელ ერთად როგორ იყო? და ეს ზეიმოვკეს კუმპლეანიოს რაც ეს იგონიდო. Bonjour. Aujourd'hui, Orimaïsta Muxa, Rouhate, Shvidi Exis Gakta, Gilotov Damtre, Osin Kognita, Kutmetitliza, Colomis Society, Oritis. Serait un jour Gilotov Befrangeli, Roi Peskarski Sword. Au revoir. Hi everyone. Mugzar Ukadze, successful Kazi Akat da Amerikashi. Iko periodi when Billboard iko Amerikashi da ყველაიგებდა ფოტოებს და უკარორდნენ. Today is Mugzar Ukadzes birthday. Happy birthday, Mr. Mugzar. Eso მინდა მოუსურვო ინკოგნიტოს წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა. მე ვარ ქართველი ებრაელი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და ებრაელს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ეს ჩვენთვის ინკოგნიტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ერთად ვლოცავთ ბატონ მუგზარს იუბილეს, 76 წლის იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. სხვა ქვეყნის წარმატებულმა ჟურნალისტებმა და პოეტებმა ბატონ მუგზარს ვიდეო მილოცვა გამოუგზავნეს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი არა მარტო ქართველ, არამედ სხვა ქვეყნის წარმატებულ ადამიანებსაც ძალიან უყვართ. ინკოგნიტოს მილოცვა ასე არ მთავრდება. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონი მანანა არონაშვილი გაჩიჩილაძე, რომელიც ისრაელიდან გვესწრუნა. იგი სწორედ იმ ფილმის პროდიუსერია, რომელიც ინკოგნიტომ ისრაელიდან ჩამოიტანა. ვთქვა ქალბატონ მანანას, რომ ჩვენთან მოგზავნეს და მინდა აღნიშნო, აი ამაზეცია, არ ვიცი. ალბათ ქალბატონ მანანასთვის ასეთი ძვირფასი რომ არ ყოფილიყო. აი ზუსტად ესეთ მითხრა, როცა დაურეკეს გაიგეთ, რომ რას ამბობ მანჩო, ასეთი გენიოსი ადამიანის დაბადების დღეზე ან კი მოუხდებიო და სპეციალურად ჩამოფრინდა ბატონ მუგზარ ამისათვის. ბატონ მუგზარ მოგესალმებით. ნამდვილად აი მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ვარ და გილოცავთ ამ შესანიშნავ თაღს. აი რომ თქვენ თვითმფრინავს ტრაპიდან მოვედით თქვენ და ყოველივე საუკეთესოს ისრაელში ამბობენ, რომ 100 წლამდე ღმერთმა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გავყოფოთო და იმის იქით კიდე უფალი რასაც მოგწევ, კიდე თქვენი პეშქაში იყოს. ძალიან მიყვარს და მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ბავშვები ევნან ინკოგნიტოს ბავშვები ისრაელში ძალიან წარმატებული ერთი კვირა მქონდა. უამრავი მასალა მოვაგროვეთ ისეთი, რომელიც აი ნამდვილად ვიტყვი, რომ ჯერ არ აღსაწოლოდი ისრაელიდან არც ერთ კინორეჟისორს. ჩვენ ისეთ ადამიანებთან ვიყავით სტუმრად, რომლებიც არავის არ გვეჭდავს ფირზე და იმედია, რომ მომავალ წელს თქვენთან ერთად ისრაელში თქვენს დაბადების დღეზე ჩვენ ამ ფილმის პრემიერას და პრეზენტაციას ნახავთ და გიხილავთ თქვენ ყველას. ეხლა თუ ყველა ავერა დამსწრეთ არბაში საზოგადოება ნაწილი მაინც იქნებით ჩვენთან ერთად. მოგესალმებით მამია. პირველ რიგში მადლობას გიხდი იმისათვის, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. მე იმერიდან ვაკეთებ ჩარტოს. შინგი თბილისის სტუდიაში ხარ ჩემო მანჩო. მოგესალმები ანამარი, როგორ ხარ? აგერ თქვენ? მეც კარგად ვარ. ვინ ყავს პავილიონში სტუმრად თუ იცი? ჩვენი მანჩო. ჩვენი მანჩო, რომელთანაც ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ხოლმე, როდესაც იმერეთში ვარ. მოკლედ, მოდი დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, რომელიც მოვამზადებთ და შენ იმერეთიდან ჩართვას აკეთებ.
მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. უღმესი მადლობა ჩემო ანამარი. ხომ იცი როგორ მიყვარხარ და მე ძალიან მოხარული ვარ, შენ რომ ინკოგნიტოს შეუერთდი. ვიცი რომ ბევრ წარმატებებს მიაღწევ და გელოდები ჩემთან ისრაელში. მამალა, მოდი მაყურებელს ვუამბოთ, როდის და როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. შენი და ანამარიას ურთიერთობა? ეს საინტერესო ისტორიაა. ანამარიას ოჯახი ჩემთვის ძალიან ახლობელია. ასე რომ ვთქვათ, ანამარიას ბებია და ბებიას და არიან ჩემი უახლოესი მეგობრები საქართველოში. ესე რომ ვთქვათ, ორი და შევიძინე საქართველოში ანამარიას ბებიას და მისი დის სახით. ანამარიას ჯამიკო ჩემი მეუღლის ნათლულია, კიდევ უფრო დავახლოვდით. და მე მიხარია, რომ ეს ადამიანები ჩემი ახლობლები არიან. თქვენ ხო ჩემი ოჯახი ხართ, ანამარი, ჩემი მასპინძლები, როცა ჩამოვდივარ. გვიამბეთ თოჯინების თეატრზე და თქვენს დედიკოზე, რომელიც დამსახურებული მსახიობია. ჩემი დედიკო, ესე რომ ვთქვათ, გახლდათ რუთ თავდიდიშვილი, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი 33 წლის განმავლობაში დღიდან თეატრის დაარსებისა. და ერთ-ერთი ფუძის ჩამყრელი ამ თეატრის, ესე რომ ვთქვათ, პირველი თაობის წარმომადგენელი. და როგორც ვიცით, ეხლა ჩვენ გვიწევს, რომ მარტში ქალბატონ რუთის გაუხსნიან. მარტის თვეში იქნება მემორიალური დაფის გახსნა. ეს რუთის საპატივცემლოდ კეთდება, რომელსაც მომავალ წელს 100 წლის საიუბილეო თარიღი აქვს და მივიჩნიეთ, რომ ქალაქში საჭიროა იყოს ამ ფაქტის აღნიშნული წერტილი. ჩანს კარგად თუ არა? ჩანს. კი ხო? ჩანს ხო? აი ესე. ანამარი, მე ძალიან მიხარია, რომ შენ ინკოგნიტოს წევრი ხარ და მინდა, რომ წარმატებები გისურვო და გააგრძელო ის ლამაზი გზა, რაც დაიწყე. ძალიან გიხდება, იცი ეს საქმე. აბა შემიცი.